عن عائشة رضي الله عنها حضرت عائشة قد مكتنسون أن رسول الله عليه الصلاة والسلام قال رم الله شو المطبع ما من امرئ تكون له صلاة بالليل فعلبه عليه النوم إلا كتب الله له أجر صلاته وكان نومه صدقة عليه ადამიანი თუ არსებობს ასეთი ადამიანი რომ ნიეთი განზრახვა აქვს რომ ღამით უნდა ავდგე და თაჯუდის ნამაზი ვილოცო მაგრამ შეეძინა ამ ადამიანს ალლაჰი სუბჰანაჰუ ვა თაალა თუ იმ გულ წფელი არის იმ ნიეთში მართლა უნდა და მაგრამ რაღაცნაირად ძილმას ძლია და ვერ მოხერხა ალლაჰი სუბჰანაჰუ ვა თაალა იმ ლოცვის მადლს მაინც დაუწერს რა თქმა უნდა Allah subhanahu wa ta'ala იმ მადლს მაინც დაუწერსო და ძილი მისთვის სადაყა იქნება. ძილი მისთვის სადაყა იქნება. კიდევ ერთი ჰადისი عن أبي درداء رضي الله عنه. أبو درداء გადმოგცემთ რომ يبلغ به النبي صلى الله عليه وسلم რომელსაც შუამავლისგან გადმოგცემს من أتى فراشه وهو ينوي أن يقوم რომელი ადამიანიც რომ დაწვება ლოგინში და ნიეთს იზამს რომ მე ღამით ავდგე და ვილოცო. يصلي من الليل فغلبه عيناه حتى أصبح. ნიეთს იზამს რომ ღამით ავდგები და ვილოცავ, მაგრამ თვალებმა სძლია დაეძინა ერთიც ნახა რომ გათენებო. كتب له ما نوى وكان نومه صدقة عليه من ربه عز وجل. ეს ჰადისი გადმოცემულია იმამ ნევევის კრებულში, რომ ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა მას იმ ნაფილე ნამაზის იმ თაჯუდის მადლს დაუწერს და ეს ძილი მისთვის ალლაჰისგან სადაყა არის. ნიეთი ძალიან მნიშვნელოვანია.